Smart საათი გინდათ და არცით რომელი შეიძინოთ? აი დღეს ვისაუბრებ Mibros Smart საათებზე. GS Active 2, GS Pro 2 და GS Explorer S. ამ წესით MyBro ქვია, მაგრამ მოდი Mibros ვიტყვი მე. გამოიწერეთ ამასობაში არხი და ლაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. ეს 3 საათი ზოგადად სპორტისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, თუ აქტიური ცხოვრებით ხართ დაკავებული, სამივე კარგი არჩევანი მგონია. აქტიურით დავიწყოთ. Mibro ამბობს, რომ ეს კონკრეტული smart საათი სარბენად საუკეთესო არჩევანია, რადგან ამ სამში ყველაზე თხელი корпуსი აქვს და საკმაოდ მსუბუქიცაა. 40 გრამი ნაკსოვის ამაჯურით. აი ამ ამაჯურით. ყოველდღიური გამოყენებისას Mibro ელემენტის 15 დღიანი მუშაობას გვირდება, თუმცა ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში მოხდება, რაც ზოგადად არ ხდება ხოლმე. თუმცა საორიენტაციოდ 15 დღე მშვენიერი შედეგია. ყუთშევე მოყვება მეორე ამაჯურით. AMOLED ეკრანი 1.32 ინჩია, 1200 ნიტი პიკური სიკაშკაშით, რაც საკმაოდ გარჩევადია მზის სინათლეზე და აქვს ალუმინის ჩარჩო. ასევე აქვს უზუსტესი GPS და ბევრი სპორტული რეჟიმი, როგორც Pro 2-ს. აი Pro 2 ამ ყველა სიკეთესთან ერთად ცოტათი კიდევ უფრო მეც ავაზობს. უფრო დიდი 1.53 ინჩიანი AMOLED ეკრანი, ასევე 1200 ნიტი პიკური სიკაშკაშით, უშანგავი ფოლოდის ჩარჩო და გაზრდილი 20 დღიანი სამუშაო დრო. Mibros თუ დავუჯერებთ, ეს კონკრეტული მარათონებში მონაწილე ადამიანებისთვისაა მშვენიერი არჩევანი. გაზრდილი ეკრანისა და ელემენტის გამო წონაც აქტიურთან შედარებით გაზრდილი აქვს და თითქმის 50 გრამია. ამ საათსაც მოყვება მეორე ამაჯური ყუთშივე. და მივედით ყველაზე დიდ ძმასთან, Explorer S Mibros ცნობით არის მათთვის, ვისაც ყველაფერთან ერთად ლაშქრობაც უყვარს. ეს smartwatch-ი ამ სამში ულტრა გამძლეობით გამოირჩევა, აქვს უკეთესი წყლის განდაცვა, უძლებს ექსტრემალურ ყინვას და სიცხეს, აქვს კერამიკისა და პოლიმერის ჩარჩო, ეკრანი კი 1.32 ინჩიანი Gorilla Glass-ია და ისიც, რა თქმა უნდა, AMOLED-ია. 1500 ნიტიანი პიკური სიკაშკაშით ეს ეკრანი დანარჩენთან შედარებით კიდევ უფრო გაარჩევადია. სხვებთან შედარებით უფრო მძიმეცაა და 71 გრამს იწონის. ხა ეს 1 გრამი არც აქეთ არც იქ. ელემენტის სამუშაო დრო 20 დღე აქვს Pro 2-ის მსგავსად, თუმცა უშუალოდ GPS-ის გამოყენების დროით 5 საათით მეტხანს იმუშავებს. ასევე მასაც მოყვება მეორე ამაჯური ყუთშივე. თუ ჩემსავით დიდად ათლეტის ცხოვრებით არ გამოირჩევით, ეს smart საათები ისედაც მშვენიერი ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენს ჯანმრთელობაზე. გულისხმის სიხშირე, ჟანგბადის დონე სისხლში, ძილი, სუნთქვა, სტრესიც კი, რაც გაგიხარდეთ, ყველაფერი აქვთ ამ. ასევე შეგიძლიათ მუსიკას მოусმინოთ, კამერის კონტროლით, ფოტოებიც გადაიღოთ, ზარებით განხორციელოთ, რადგან მიკროფონიც აქვს ამისთვის. ზარები და მესიჯები მომდის ამ საათებზე, თუმცა მესიჯებზე პასუხი აქედანვე არ შემიძლია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვს და ქართულ ასოებს 4 კუთხედად აჩვენებს. ხოლო ზარებზე პასუხი აქედანვე შემეძლო, რაც ძალიან კარგია. სამივე ლაიქ. ასევე ინფორმაციისთვის უნდა იცოდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა Android-ს იყენებთ თუ iOS. ამ საათებს Mibros აპლიკაციაზე აკავშირებთ. ეს აპი კი ნებისმიერ smartphone-ში შეგიძლიათ გადმოწეროთ. კარგი ისაა, რომ Mibros აპში გასახული თქვენი ჯანმრთელობის მონაცემები შეგიძლიათ iPhone-ის ჯანმრთელობის აპსა და Google Fit-ში დაასინქრონოთ და იქაც აისახება მონაცემები. მე პირადად ეგრე ვქენი ჩემს iPhone-ში. თუ მოგეწონათ ეს smart საათები და ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ სამიდან რომელიმე იყოს თქვენთვის საუკეთესო, Zoomer-ში შემოიარეთ, ლინკიც იქნება აღწერაში ქვემოთ. არხის გამოწერის ღილაკსაც მიაკლიკეთ და მე შემდეგ შეხვდრომდე დაგემშვიდობებით. გაგოცეთ ბევრი. კარგად. ეს ჩამის ბოლოში.